სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ მოქმედებას მას შემდეგ შეუდგნენ, რაც ახალი სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეეხო და ისრაელი განგაშის მდგომარეობაში ჩააყენა. ამ სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატარი დაიწყეს საუბარი არაბული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე. ამასობაში ისრაელმა გააძლიერა მეთვალყურეობა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა გააგრძელა პროექტი თავისუფლება საზღვაო გზის გასახსნელად. რაც ირანის მხრიდან გემებზე ზეწოლად დაიწყო, ეხლა რეგიონულ ფრონტად იქცა რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა ახალი ესკალაციის უშუალო ცენტრი. ბოლო ცნობების მიხედვით საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული 15 რაკეტა და 4 დრონი გააჩერეს. ამასობაში ფუჯაირას ნავთობის ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი დაფიქსირდა, რომელიც ენერგეტიკისა და ვაჭრობისთვის მგზნობიარე წერტილია სპარსეთის ყურეში. ამ დროისთვის ამ ახალი ტალღის დადასტურებული მონაცემებით 3 ინდოელი მოქალაქე დაშავდა და ამ ბოლო თავდასხმებში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ირანის შეტევამ ზიანი მიაყენა, პანიკა გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დააზიანა, მაგრამ ამ ეტაპზე ირიბი ხოცვა ჟლეტის ზღვარი ჯერ არ გადაულახავს. ემირატების რეაქცია ორ მიმართულებად ჩამოყალიბდა. პირველი იყო შიდა დაცვის უზრუნველყოფა, მეორე კი საფასუხო მოქმედებისთვის მზადება. ემირატების მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გამოაცხადა. სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, გაფრთხილებები გაძლიერდა და საჰაერო თავდაცვა საომარი რეჟიმით ამოქმედდა. ამავე დროს ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმების საშიშ ესკალაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ემირატების სახელმწიფოს აქვს სრული უფლება ლეგიტიმურად უპასუხოს. ამან კრიზისის ტონი შეცვალა, რადგან აბუ-დაბიმ თავდასხმა შემთხვევითობად არ მიიჩნია, არამედ მის სუვერენიტეტზე პირდაპირ თავდასხმა დაღიქვა. საუდის არაბეთი მალევე ამ კოორდინაციის ცენტრში მოექცა. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ მედ ბინ სალმანმა ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს და დაგმო ირანის თავდასხმები. საუდის არაბეთის გზავნილი ნათელი იყო. რიადი აბუ-დაბის გვერდით დგას მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად. ეს ზარი მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი არ ყოფილა. მან გზა გაუხსნა არაბულ სამხედრო კოორდინაციას, რადგან საუდელები იციან, რომ ემირატებზე თავდასხმა ასევე გზავნილია მთელი სპარსეთის ყურის სუნიტური ბლოკისთვის. სწორედ აქ იძენს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირანმა სცადა ემირატებზე ზეწოლა, მაგრამ საბოლოოდ დააჩქარა არაბული ერების გაერთიანება, რომლებიც თეირანს საერთო საფრთხედ აღიქვამდნენ. კატარმა, რომელმაც ისტორიულად შეინარჩუნა კავშირები ირანის რეჟიმთან, ასევე დაგმო ემირატებზე თავდასხმები და ეს ოპერაცია ემირატების სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ, როდესაც აბუ-დაბის იზოლაციას ცდილობდა, რეგიონული მეტოქეები ერთ მხარეს დააყენა. ისრაელიც ბზად ყოფნაშია, რადგან ნებისმიერი არაბული პასუხი ირანზე შეიძლება თეირანის მხრიდან ახალი რეაქცია გამოიწვიოს ისრაელის ობიექტებზე, საჰაერო მარშრუტებსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკასთან დაკავშირებულ ბაზებზე. ლოგიკა მარტივია. თუ ემირატები და საუდის არაბეთი ირანულ ობიექტებს დაარტყამენ, რევოლუციური გვარდია შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სცადოს პასუხისგაცემა, რაკეტების, დრონებისა და მოკავშირე მილიციების გამოყენებით. ამიტომ ისრაელი ყურადღებით აკვირდება არაბულ მოძრაობებს, როგორც ირანის შეკავების ერთიანი ფრონტის ნაწილს. ამ ყველაფრის ფონია ჰორმუზის სრუტე. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პროექტი თავისუფლება, რათა აღადგინოს კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მარშრუტზე. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს ირანული მცირე ხომალდები, ჩაჭრეს დრონები და რაკეტები და ამერიკული დროშის ქვეშ მცურავ გემებს აცილებდნენ სრუტეში. ვაშინგტონისთვის ეს ოპერაცია ირანული საზღვაო შანტაჟის გატეხვას ემსახურება. თეირანისთვის ეს ნიშნავს კონტროლის დაკარგვას მსოფლიოს წინააღმდეგ ზეწოლის მთავარ ბერკეტზე. აი რატომ დაიწყო რევოლუციურმა გვარდიამ კვლავ აგრესიული მოქმედებები. ირანის პორტებზე ბლოკადა, ამერიკული საზღვაო ძალების ყოფნა და ეკონომიკური ზეწოლა რეჟიმს ძალიან ცოტა არჩევანს უტოვებს. ან დათანხმდება მოლაპარაკებებს სუსტი პოზიციიდან, ან გაუძლებს შიდა დაძაბულობას, ან შეეცდება რეგიონი ფართო მასშტაბიან ომში ჩაითრიოს. ემირატებზე თავდასხმით და სპარსეთის ყურეში ნაოსნობისთვის საფრთხის შექმნით, თეირანმა გადაწყვიტა კრიზისის ფასი გაეზარდა.
მაგრამ ამ არჩევანმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვია. მეტოქეების დაყოფის ნაცვლად მან არაბული მონარქიები შესაძლო პასუხის გარშემო გააერთიანა. ეხლა კითხვა ასეთია: რას აკეთებდნენ არაბული ქვეყნები ბოლო საათებში? ისინი კოორდინაციას უწევდნენ პოზიციებს, აძლიერებდნენ საჰაერო თავდაცვას, ზღუდავდნენ საჰაერო სივრცის მონაკვეთებს, იცავდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და აფასებდნენ შეზღუდულ სამხედრო პასუხს. ეს არ არის ირანში სრული შეჭრა და არც ოკუპაცია. ყველაზე სავარაუდო სცენარი თუ საპასუხო დარტყმა იქნება ნებადართული, არის მიზანმიმართული მოქმედება რევოლუციური გვარდიის სტრუქტურების წინააღმდეგ, რათა აჩვენონ, რომ სპარსეთის ყურეზე თავდასხმებს ფასი ექნება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ფრთხილ გათვლაზე. უპასუხონ ისე, რომ არ დაანგრიონ ამერიკული გეგმა ჰორმუზში. დონალდ ტრამპის როლი ამ სცენარში გადამწყვეტია. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე დააკენა შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გახსნის ცენტრში და იცის, რომ არაბული არაორგანიზებული პასუხი შეიძლება ომი გააფართოოს დროზე ადრე. ამიტომ ვაშინგტონი ცდილობს გააკონტროლოს საპასუხო მოქმედებების ტემპი. არაბებს სურთ პასუხის გაცემა. ისრაელი მზადაა. შეერთებული შტატები ინარჩუნებს საზღვაო ზეწოლას. მაგრამ თეთრი სახლი უნდა შეეცადოს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ შეზღუდული სადამსჯელო დარტყმა არ გადააქციოს ღია რეგიონულ ომად. კრიზისმა ასევე გამოავლინა განსხვავება სიტყვებსა და ძალას შორის. ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს ირანის თავდასხმები და დიპლომატიაზე ისაუბრეს. მაგრამ სპარსეთის ყურეში დინამიკას განსაზღვრავს ის, ვისაც აქვს საჰაერო თავდაცვა, გემები, ბაზები და რეაგირების უნარი. ევროკავშირს შეუძლია მოითხოვოს დეესკალაცია. მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები დაზარალდა, საუდის არაბეთი მათ გვერდით დადგა, კატარმა თეირანი დაგმო, ისრაელი მზადყოფნაში ოფნაშია და შეერთებული შტატები უკვე მოქმედებს ზღვაში. კრიზისის რეალურ პირობებში განცხადებები დრონებს ვერ აჩერებს. შეერთებული შტატების მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი თავისი მოქალაქეებისთვის გაგზავნილი გაფრთხილება კიდევ უფრო უსვამს ხაზს მომენტის სიმძიმეს. ამერიკის საელჩო მოქალაქეებს ურჩია საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში თავის შორს დაიჭირონ ფანჯრებისა და მინის გარებებისგან. ქონდეთ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, დატენილი მობილური ტელეფონები და ძირითადი მარაგები ხანგრძლივი თავშესაფრისთვის. ასეთი ტიპის რეკომენდაცია ჩვეულებრივი პრაქტიკა არ არის. ეს მიუთითებს, რომ ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს ახალი თავდასხმების ტალღას და ამზადებს სამოქალაქო პირებს კრიზისისთვის, რომელიც შესაძლოა მომდევნო დღეებში გაგრძელდეს. ბოლო დროის ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატომ არ აღიქვამენ საუდელები ამ მუქარას სიურპრიზად. 2019 წლის 14 სექტემბერს საუდი არამკოს ობიექტები აბკაიქში და ქურაისში დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა. ამ თავდასხმამ დროებით შეამცირა საუდეთის წარმოება დაახლოებით 5.7 მილიონი ბარელით დღეში. ერ-რიადმა და ვაშინგტონმა პასუხისგებლობა ირანს დააკისრეს, მაშინ როცა თეირანმა უარყო. ამ თავდასხმამ აჩვენა, რომ ირანი და მისი მოკავშირეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სტრატეგიული ზეწოლის სამიზნედ იყენებდნენ. ეხლა 2021 წელს იგივე ლოგიკა კვლავ ჩნდება, მაგრამ ამჯერად ემირატები ცენტრში არიან და არაბული კოალიცია უფრო მზადაა რეაგირებისთვის. ასევე არსებობს სხვა ქვეყნების მაგალითებიც, რომლებიც აჩვენებს, როგორ იწვევს მარშრუტებსა და ენერგიაზე თავდასხმები ხშირად კოალიციების შექმნას. 1991 წელს მას შემდეგ, რაც ერახმა ქუვეითი დაიპყრო, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ფართო კოალიციამ არაბული და დასავლური ქვეყნები გააერთიანა, რათა სადამ ჰუსეინი გაეძევებინათ და ყურის რეგიონული წესრიგი დაეცვათ. გაკვეთილი პირდაპირია, როდესაც რეგიონული ძალა ენერგიას, საზღვრებსა და ნავიგაციას ემუქრება, მეზობლები, რომლებსაც ადრე უთანხმოებები ჰქონდათ, გადარჩენისთვის ერთიანდემდებიან. ეხლა განსხვავება ისაა, რომ ამ ზეწოლის სამიზნე ირანია, ხოლო კოორდინაცია საუდის არაბეთს, ემირატებს, ყატარს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს. აბრაამის შეთანხმებებიც ეხმარება ისრაელის გაფრთხილების ახსნას. 2020-დან არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ისრაელმა დიპლომატიური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობების ახალი ეტაპი გახსნეს, სადაც ირანი საერთო საფრთხედ იქცა და დაახლოვა ისინი. ამ ხიდმა რეგიონული რუკა შეცვალა. მანამდე თეირანს შეეძლო გამოეყენებინა არაბებსა და ისრაელელებს შორის არსებული დისტანცია. ეხლა ემირატებზე თითოეული თავდასხმა ისრაელს სპარსეთის ყურის დაცვასთან უფრო მეტად აახლოებს. და თითოეული მუქარა ისრაელის წინააღმდეგ აძლიერებს არაბების გათვლას, რომ რევოლუციური გვარდია რეგიონული პრობლემაა და არა მხოლოდ ისრაელის. ყველაზე სერიოზული ის არის, რომ ირანის თავდასხმები მოხდა მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე. ეს ცუდ სიგნალს აძლევს ნებისმიერი მოლაპარაკების მცდელობას.
თუ თეირანი საჯარო პაუზას იღებს, მაგრამ რევოლუციურ გვარდიას აძლევს უფლებას მეზობლების წინააღმდეგ დრონები და რაკეტები გაუშვას, არაბები დიპლომატიას აგრესიის საფარველად აღიქვამენ. ეს არის სიჩქარის მიზეზი. აბუ-დაბი არ უნდა გამოჩნდეს დაუცველად. რიადი არ უნდა ხედავდეს, რომ ირანი დიქტავს სპარსეთის ყურის ტემპს. დოხა არ უნდა დარჩეს იზოლაციაში იმ დროს, როცა რეგიონი თეირანის წინააღმდეგ იკეტება. ისრაელი მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდეს, თუ ირანის რეჟიმი გადაწყვეტს კიდევ ერთი ფრთიფრონტის გახსნას. ეხლა, რა მოხდება შემდეგ, სამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პირველი გადაწყვეტილება ემირატებსა და საუდის არაბეთს ეკუთვნით, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, იქნება თუ არა პასუხი სიმბოლური თუ უფრო მკაცრი. მეორე გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, რომლებიც შეიძლება ან ნებართვას მისცემენ კონტროლირებად საპასუხო ზომებს, ან სთხოვენ არაბებს თავი შეიკავონ, სანამ თავისუფლების პროექტი აგრძელებს ირანის შესაძლებლობების შეზღუდვას ჰორმუზის კონტროლზე. მესამე გადაწყვეტილება თავად ირანს ეკუთვნის, რუნის რომელიც შეიძლება უკან დაიხიოს, რათა თავიდან აიცილოს უფრო დიდი კოალიცია, ან გააგრძელოს თავდასხმები, რომ სცადოს ღია ომის პროვოცირება. ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს, ქაოსს იყენებს გადარჩენის იარაღად. გემებზე თავდასხმით, ჰორმუზის სრუტის დამუქრებით და დრონების გაშვებით ემირატების წინააღმდეგ ცდილობს ძალა აჩვენოს, მაგრამ რეგიონული პასუხი სხვა რამეს აჩვენებს. რევოლუციური გვარდია თავადვე აქცევს საკუთარ თავს პოლიტიკურ და სამხედრო ალყაში. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი უკვე აღარ საუბრობენ მხოლოდ როგორც შეშფოთებული მთავრობები, ისინი საუბრობენ როგორც მუქარის ქვეშ მყოფი ერები. ისრაელი მზად ოფნაშია. შეერთებული შტატები ოპერაციაში ყავს გემები, გამანადგურებლები და თავდაცვითი საშუალებები. საბოლოოდ ირანმა სცადა რეგიონის გამოწვევა, მაგრამ საბოლოოდ არაბული ქვეყნები ერთობლივი პასუხის შესაძლებლობისკენ უბიძგა. რეგიონი დიპლომატიას მარტო ტოვებს და ძალის გამოყენებისთვის მზადებას იწყებს. მე ვარ მილსონ აუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ აუესის საზოგადოებაში.